დეფიბრილატორი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გულის გაჩერების დროს, რათა აღადგინოს გულის ნორმალური რიტმი. ის გულისკენ აგზავნის ელექტრულ იმპულსს, რომელიც გულს გადატვირთვაში და სწორი მუშაობის განახლებაში ეხმარება. არსებობს ავტომატური გარე დეფიბრილატორი, რომელიც სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ მისი გამოყენება ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს. თუ ადამიანი არ სუნთქავს ან აქვს აგონიური სუნთქვა, რომელიც წინა ვიდეოში განვიხილეთ, პირველ რიგში დარეკეთ სასწრაფოში. ტელეფონი ჩართეთ სპიკერზე ან უმჯობესია სხვას დაარეკინეთ, რათა დახმარების ბრიგადა უკვე გზაში იყოს. თქვენ კი მათ მოსვლამდე უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც გადარჩენის შანსს ზრდის. შემდეგ ჩართეთ მოწყობილობა, ის თავად მოგცემთ ხმოვან ინსტრუქციებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგითითებთ, რა უნდა გააკეთოთ. მიამაგრეთ ელექტროდები, რომლებსაც როგორც წესი თავად ახატია სად უნდა დამაგრდეს, ერთი მკერდის მარჯვენა ზედა მხარეს, მეორე მარცხენა ქვედა მხარეს. ელექტროდები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შემდეგ მოწყობილობა დაიწყებს გულის რიტმის გაანალიზებას, ამ დროს პაციენტს არ უნდა შეეხოთ. თუ შოკია საჭირო მოწყობილობა, ამას გეტყვით. ზოგ მოდელზე საჭიროა შესაბამის ხილაკზე დაჭერა. ზოგი კი შოკს ავტომატურად აძლევს. ამის შემდეგ მოწყობილობა გეტყვით, რომ უნდა დაიწყოთ CPR, ანუ გულის მასაჟი. CPR-ის დროს გააკეთეთ 30 კომპრესია და 2 ჩაბერვა. თუ ჩაბერვის გაკეთება არ გსურთ, ან ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ აკეთოთ მხოლოდ კომპრესიები უწყვეტად. სანამ დეფიბრილატორი მოგცემთ ინსტრუქციას, რომ გაჩერდეთ, რათა მოხდეს გულის რიტმის ხელახალი გაანალიზება, თუ საჭიროა შოკი. ბევრ დეფიბრილატორს აქვს ხმოვანი ან რიტმული მინიშნება, რომელიც გეხმარება CPR-ის სწორი ტემპის დაცვაში. The tone that you hear, that beeping, is called a metronome. ამ რიტმს აყვებით, კომპრესიების სიჩქარე უფრო სწორი გექნებათ. დეფიბრილატორი ადამიანს არ ავნებს, თუ შოკი არ არის საჭირო, ამას მოწყობილობა თავად წყვეტს. რაც უფრო სწრაფად გამოიყენებთ მოწყობილობას, მით უფრო იზრდება გადარჩენის შანსი. CPR და დეფიბრილატორი ერთად სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ეს მოწყობილობა თითქმის ყველგანაა, საჯარო სივრცეებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, რესტორნებში და სხვადასხვა დაწესებულებებში. ამერიკაში CPR-ი, დეფიბრილატორის გამოყენება და პირველადი დახმარების პრაქტიკული გაკვეთილები ისწავლება მე-7 კლასიდან. ამ ვიდეოში გაჩვენებთ დეფიბრილატორს, რომელიც იმ დარბაზშია, სადაც მე ვარჯიშობ. შემდეგ ვიდეოში კი ვიზუალურად განვიხილოთ CPR-ის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომები და რა ხდება ორგანიზმში, როცა მას არასწორად ვაკეთებთ.